მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლის თემა შეეხება 2025 წლის პროგნოზს, ოდნავ უფრო განსხვავებულ ფორმატში გავაკეთებ დღეს ამ პროგნოზს და ეს იქნება გაშლა სტიქიების მიხედვით. თქვენ ალბათ ჩემს მსმენელებს ყველას გეცოდინებათ, რომელი სტიქიის წარმომადგენელი ბრძანდებით. და ასევე გირჩევთ, რომ უყუროთ იმ სტიქიასაც, იმ სტიქიის გაშლასაც, რომლის ასცენდენტიც გაქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ასცენდენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ასპექტი, რომელიც განაპირობებს გარკვეულწილად ადამიანის ხასიათის შტრიხებს, გამოწვევებს, თუნდაც ნიჭებს და ასე შემდეგ. მოკლედ დღეს ვაკეთებთ 2025 წლის ტარო პროგნოზს, ოღონდ ამ ყველაფერს გავშლით სტიქიების გათვალისწინებით. ნახოთ, ჯერ გავაკეთოთ იდენტიფიკაცია თითოეული სტიქიისთვის, მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. და აქვე ვნახოთ რჩევა თითოეული სტიქიისათვის. რჩევა მიწის სტიქიისთვის, რჩევა წყლის სტიქიისთვის, რჩევა ჰაერის სტიქიისთვის და რჩევა ცეცხლის სტიქიისთვის. დავაკვირდეთ. ესე დავიწყოთ ახლა გაშლა თითოეული სტიქიისთვის. პირველი სტიქია ჩვენ გვაქვს მიწა და ვნახოთ თქვენი ძირითადი იდენტიფიკატორი. ფორტუნას ბორბალი, ჩემო ძვირფასებო, 2025 წლისთვის ფორტუნას ბორბალი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა 2025 წელს განახორციელოთ გარდამტეხი ცვლილებები თქვენს რეალობაში. ერთი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ფორტუნას ბორბალთან მიმართებაში, ეს არის ზედმეტი ეგოიზმი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გარგებთ. და ასევე ყურადღება მიაქციეთ ბორბლის თვითონ სიმრგვალეს. რას ნიშნავს სიმრგვალე? სიმრგვალე არის მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით იმოძრაოს, როგორც წინ, ანუ დადებითისკენ, ისე უკან უარყოფითისკენ. თქვენ ძალიან ბევრისთვის იქნება ისეთი სიტუაცია მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, როდესაც დადგებით ერთგვარი გამოწვევის წინაშე, დაბრუნდეთ უკან წარსულში და ეცადოთ ან წარსულში დატრიალებული მოვლენები ეხლა გაასწოროთ, აი ამ მოცემულობაში, ან წარსულში განხორციელებული ქმედებების შედეგად შესაძლოა 2025 წელს მოგიწიოთ გარკვეული ტიპის ახალი ან გადაფასება, ან ახალი ნაბიჯების გადადგმა. დააკვირდით და გაიხსენეთ ის მდგომარეობა, რაც გაწუხებთ და რა მიგაქვთ, რა ინფორმაცია მიგაქვთ 2025 წელს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს წარსულს. აი ესეთი რჩევა გვაქვს აქ და პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ყველაფერი თქვენზეა. ეს არის ძირითადი იდენტიფიკატორი, ანუ ძირითადი ენერგია, ეს არის ბორბალი, ბედის ბორბალი და ძალიან კარმული წელი იქნება მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ამასაც გავუსვათ ხაზი. ვნახოთ კიდევ რა პერსპექტივები გვაქვს აქ. ეს არის თასების ტუზი, არკანის სამყარო და რვიანების პენტაკლები.
ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და არკანი იმპერატრიცა დასტის ბოლოს, ძალიან ბევრი მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის ეს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება ოჯახის ახალი წევრის ან შემომატება, ან თქვენ გააჩენთ, ან შეიძლება იყოს ან შვილი, ან ყოველ შემთხვევაში ახალი სიცოცხლე. ერთი ეს პირველი. მეორე, აქ აუცილებლად იქნება რაღაცა გარკვეული ტიპის დაბადება, ანუ რას ნიშნავს დაბადება, კულმინაცია, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და აი 2025 წელს აი ქართველებმა რა ვიცით ხომ შობაო რა, რასაც ქვია, აი იშვება, დაიბადება, წარმოიქმნება და საბოლოოდ მიიღებს იმ სახეს, რასაც ელოდით მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან კარმული პერიოდი, პირდაპირ უშუალოდ მე ვნახავ სხვა სტიქიებსაც, მაგრამ პირდაპირ მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან თამაშდება ძალიან კარმული სიტუაციები, კარმული დასასრულები, კარმული კვანძები. ზოგადად 2025 წელი არის ცხრიანის ენერგიის წელი. და ცხრიანის ენერგია ტაროს ეგრეგორშიც და ზოგადად ისედაც ნუმეროლოგიური თვალსაზრისით არის შემაჯამებელი ციკლის დასასრული, შეგვიძლია ასეც ჩავთვალოთ და ეს ყველაფერი თქვენზე მოახდენს რა თქმა უნდა მნიშვნელოვან გავლენას. აქედან გამომდინარე, მე გირჩევდით მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, რომ მიაქციოთ ყურადღება სიტუაციებს, გარემოებებს, ადამიანებს, რომლებიც მიყავთ აი ამ 2025 წელს თქვენს სივრცეში. ეხლა ვნახოთ რჩევა მიწის სტიქიის წარმომადგენლობისთვის და არკანის ზომიერება. ჩემო ძვირფასებო, აქაც იმდენად კარმული არკანი მოვიდა. საერთოდ არ მინდა რომ შეგაშინოთ, მე არ ვთვლი რომ ზოგადად ეს კარმული ასპექტები არის საფრთხის შემცველი და არიქა კარმა დაგვეწევა და გაგვანადგურებს. კარმა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ფორმით და თქვენს შემთხვევაში მე ფიქრობ, რომ ეს იქნება დადებითი კარმა. იმიტომ რომ ამ არკანზეც აი აქ არის გამოსახული ცისარტყელა და ეს არის ანგელოზი. რა თქმა უნდა, ეს საჯარო გაშლა და ყველა მსმენელთან ერთნაირი სიტუაციები ვერ იქნება ფიზიკურად, მაგრამ სულ ვამბობ, რაც საერთოდ გამოვჩნდი ზოგადად ამ სივრცეში, სოციალურ სივრცეში, ჩემი მსმენელებისთვის, განსაკუთრებით აღნიშნავ ხოლმე და ჩემი კლიენტებისთვის, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული ყველაფერი ის, რაც გვაქვს დღეს და ყველაფერი ის, რაც გვექნება ხვალ. ამიტომ ეს არის სწორედ კარმის პრინციპი, ანუ დღეს ვაკეთებ, ხვალ ვიმკი, ან დღეს ვიმკი გააჩნია, ანუ როგორი სიტუაციები არის თქვენს სივრცეში, ხო და თქვენს რეალობაში. ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ, რომ გული, სული, განწყობა გქონდეს იმედიანი, დადებითი, სიყვარულით სავსე, რაღაცა სხვანაირი დადებითი და პოზიტიური ენერგიით გაჯერებული და მე არ ვთვლი, რომ მანდამაინც რაც არ უნდა კარგად ვიცხოვროთ და რაც არ უნდა სამართლიანად ვიცხოვროთ, აუცილებლად დაგვარტყავს და გადაგვივლის ეს უარყოფითი კარმული მდგომარეობა. ჩვენ ხელშია ყველაფერი, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ნების მქონე ადამიანები და როგორც დადებით, ისე უარყოფით კარმასაც ვიგროვებთ ჩვენ, ისევ ჩვენივე ნებით და ჩვენივე დაშვებით. არავინ არ თქვას, რომ რაღაც აი არ მინდოდა და შემთხვევით გამომივიდა. ზოგადად მე მწამს ესეთი როგორ ვთქვათ, გამოთქმა ეს თუ რაც არის, რასაც არ ვცვლი, ესე იგი მინდა რომ ის ჩემს სივრცეში იყოს. ამიტომ ბედის ბორბალი არის თქვენს მხარეს, საჭე ფაქტობრივად გიჭირავთ თქვენ 2025 წელს, ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენი კურსი ყოველთვის იყოს მიმართული განვითარებისკენ, დადებითი აქცენტებისკენ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ესეთი იყო მიწის სტიქიის წარმომადგენლებისათვის 2025 წლის პროგნოზი, როგორც წეგან გითხარით, აუცილებლად ეცადეთ, რომ მოусმინოთ თქვენ ასცენდენტსაც
და ასცენდენტის მიხედვითაც ბევრ საინტერესო მომენტს შეიტყობთ და გაითვალისწინებთ, რომელიც 2025 წელს შესაძლოა რელევანტური და მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა მიწის სტიქიის წარმომადგენლებს. გადავიდეთ ახლა წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, ესე დავალაგეთ, როგორც მახსოვს. გადავიდეთ წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და ვნახოთ წყლის სტიქიასთან რა გვაქვს მთავარ ენერგიაში. წყლის სტიქია ჩვენთან აქ არის ორიანების ხმლები. და ნახეთ როგორი წყალი ჩამოდის ადამიანი მდინარის პირას, ზუსტად მოდის აქ არჩევანის გასაკეთებლად. თქვენთვის პირდაპირი მნიშვნელობით, შემიძლია გითხრათ, ძალიან დადებით გავლენას ახდენს წყალი და ზოგადად წყლის ენერგია. ხშირად შესაძლოა გიყვარდეთ განმარტოვება ან მდინარის ნაპირზე, ან სადღაც ისე ნაპირზე, სადაც არის წყალი, ან ხედავთ წყალს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს რაღაც ძალიან შორი დისტანცია. ეცადეთ რომ იყოთ მაქსიმალურად ახლოს, იმიტომ რომ აქედან თქვენ იღებთ რესურსს ბუნებიდან, პირდაპირ წყლის ენერგიისგან. მთავარი ენერგია 2025 წელს. აქ გვექნება ჩვენ არჩევანი და ეს არჩევანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქ არა გვაქვს ჩვენ წყალთან ისეთი სიტუაცია, რომ აი ერთხელ რო გავჭრით, დააკვირდით წყლის ენერგია არის როგორი, ან წყალს ვერ ჭრი. წყალი არის უწყვეტი, მუდმივი ფაქტობრივად და სულ ერთი და იგივე მიმართულებით მიედინება. აი აქ 2025 წელს თქვენს შემთხვევაში საჭირო იქნება უკვე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური კულმინაციური გადაწყვეტილება, რომელიც მოგცემთ ზუსტად აი ამ ჭრის, ერთგვარი ჭრის შესაძლებლობას, როდესაც აი გაჭრით რაც იყო მანამდე და აღარ მისცემთ უფლებას რომ გაანახორციელოს ბმა და კავშირი კონდეს იმასთან რაც იქნება ჭრის შემდგომ. ნახოთ კიდე რა ენერგია აქ წყალს, წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის კიდე რა გვაქვს, რა რჩევა შეგვიძლია. ნახოთ, რას გვეტყვის ტარო. რვიანების თასები, სამიანი თასები და არკანი ძალა. და დასტის ბოლოს არკანი განდეგილი. ჩემო ძვირფასებო. აქ თქვენ შემთხვევაში, ანუ ზოგადად წყალი სტიქიურად უფრო მეტად უკავშირდება თასების ენერგიას ტაროში და შესაბამისად აქაც მოვიდა აი ამ დასტითაც სწორედ ეს თასების ენერგია, ანუ 6-იანი თასები, 3-იანი თასები და არკანი ძალა. ამ შემთხვევაში რა შემიძლია გითხრათ? თქვენთვის წინა პლანზე შესაძლოა წამოიწიოს ურთიერთობების ასპექტებმა. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი ურთიერთობები, ისე შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ სიტუაციებს, უფრო მეტად ეს იქნება რაღაც უფროსისა და უმცროსის სიტუაცია. თითქოს მოგიწევთ რომ თქვენი ცოდნა გააზიაროთ, იყოთ უფრო მეტად მომთმენი, მიმტევებელი, იყოთ უფრო მეტად ადამიანი, რომელსაც შეუძლია წარმოიდგინოს საკუთარი თავი სხვის ადგილას და აღიქვას სხვისი თვალებით დანახული რეალობა. აი ამ შემთხვევაში თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, რა ჭარბობს 2025 წელს წყლის ენერგიასთან, ეს არის უფრო მეტი დაძაბულობა, უფრო მეტი რაღაცა დაჭიმულობა სხეულში, მენტალურ მდგომარეობაში და რჩევის სახითაც შემიძლია პრინციპში ცალკე ვნახოთ თქვენს რჩევას, მაგრამ რჩევის სახით შემიძლია გითხრათ, რომ აი მოდუნდით და უფრო მეტად ირწმუნეთ სამყაროს დაშვების თქვენზე, რომ სამყარო არ დაუშვებს რაღაცა ცუდს. ამავე დროს, ჩემო ძვირფასებო, გჯეროდეთ
გჯეროდეთ 2025 წელი მე გითხარით, რომ არანაკლებად კარმულია, ვიდრე იყო 2024 წელი. 2024 წელი იყო რვიანის ენერგია, 2025 წელი არის ცხრიანის ენერგია და აი აქ ამ დასტაში მე-11 არკანი არის არკანი ძალა და რომელსაც აქ გამოსახულია ეს უწყვეტობა, უსასრულობის ნიშანი, ერთგვარი რვიანი, ხო? 2024 წელი ჯერ არ დასრულებულა, კიდევ არის რამოდენიმე დღე და ისედაც ჩინური კალენდრის მიხედვით 2025 წლის თებერვალში გვაქვს ხოლმე ჭეშმარიტი ახალი წელი, რა თქმა უნდა ჰოროსკოპის მიხედვით ვამბობ მე ამას. აი ეცადეთ, რომ რაც დასასრულებელი გაქვთ, რაც არ გაგიშვიათ, რაც არ გიპატიებიათ, აპატიოთ. იმიტომ რომ ეს ენერგია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს 2025 წელს. ნახოთ ახლა რჩევის სახით და რჩევის სახით შემოძვირფასებო, აქ მოვიდა რვიანების პენტაკლები. თქვენ დააკვირდებით აქ მამაკაცი, რომელიც თვითონ ადნობს ლითონს და ამ გადამდნარი ლითონით თვითონ ყალიბში ასხავს საკუთარ პენტაკლებს. ანუ ეს რჩევა შეგვიძლია გადავთარგმნოთ იმგვარად, რომ თქვენ იქნებით თქვენივე რეალობის შემოქმედი. თქვენ იქნებით ადამიანი, რომელსაც ექნება 2025 წელს უნარი საკუთარი ბედ-იღბალი პირდაპირი მნიშვნელობით გამოჭედოს თვითონ. ამიტომ 2025 წელს ეცადეთ, რომ არ დაუშვათ ისეთი მოვლენების მოხდენის შესაძლებლობა, რომელიც მინიმუმ მომდევნო 9 წლის განმავლობაში გახდება თქვენი თავის ტკივილი, თქვენი ხიჭვი ქუსლში და აქილევსის ქუსლი, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ეცადეთ, რომ ყველაფერი აკეთოთ ძალიან დიდი სიფრთხილით, ძალიან დიდი გონიერებით, ძალიან დიდი მიმტევებლობით, მიმღებლობით და ეს ყველაფერი გააკეთოთ, როგორც უკვე გითხარით, აპატიოთ. არ ვიცი რატომ მოდის ეს წყალთან ესეთი სიტუაცია, რატომ მეუბნებიან, რომ მაინც და მაინც პატიება არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ რაც არის აი ეს ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ რა თქმა უნდა ეგრეგორიდან ვაჟღერებ მე თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა წყლის ენერგიის წარმომადგენლებს. არ დაგავიწყდეთ, სულ გახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, გამოწერა არხის, დაკომენტარება, თქვენი უკავშირის გაზიარება თავისთავად ცხადია და ასევე მოусმინეთ თუ რომელიმე აქედან დარჩენილი ვარიანტებიდან თქვენი სტიქია ასცენდენტის მიხედვით, ასცენდენტის გათვალისწინებითაც მოусმინეთ ინფორმაციას. ეხლა ვნახოთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლების მთავარი ენერგია 2025 წელს. შემოძვირფასებო არკანი ეშმაკი. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის აქაც გვაქვს როგორი სიტუაცია. მთავარი ენერგია. რა შემიძლია აქ გითხრათ? შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენში არის ძალიან დიდი ძალა კონცენტრირებული და ამ ძალას პრინციპში თქვენ გრძნობთ. თქვენში არის ძალიან დიდი ენთუზიაზმი და ძალიან დიდი უნარი შეცვალოთ თქვენი რეალობა ისე, როგორც ეს თქვენ გინდათ. ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ 2025 წელს შესაძლებლობა მანიფესტაციის არაჩვეულებრივი უნარის გამოყენებით აი ესე ვიზუალურად წარმოიდგინოთ თქვენი სასურველი რეალობა და აი ვიზუალიზაციის შემდგომ ეცადოთ, რომ ხორცი შეასხათ აი ამ ყველაფერს, რაც გინდათ, რომ 2025 წელს გქონდეთ. რჩევის სახით აქ შემიძლია ერთი გითხრათ ის, რომ თუ არსებობს ჩემი მსმენელებიდან ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებში ისეთი მიჯაჭვულობები, რომელიც თვლით, რომ არის არაჯანსაღი, რომელიც თვლით, რომ კარგა ხანია თქვენს განვითარებას აფერხებს და ხელს გიშლით, ხო? 2025 წელს ეცადეთ, რომ ამ მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლდეთ.
კიდე ერთხელ ვამბობ, 2025 წლის ასტროლოგიური ახალი წლის დადგომამდე კიდევ გვაქვს თებერვლამდე პერიოდი, ამიტომ ეცადეთ, რომ რაც გასაშვები გაქვთ აი ამ პერიოდში, ყველაფერი გაუშვათ და თქვენი სივრციდან მოაშოროთ, იმიტომ რომ 2025 წელს თუ ეს ვერ გააკეთეთ, მინიმუმ 9 წელი კიდევ შესაძლოა ამ ყველაფერმა თქვენ სივრცეში იტრიალოს. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტაროს ენერგია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ნახოთ. სამიანის თასები, არკანი იმპერატორი და ათიანის კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, წეღან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი, მოვიდა ეს ინფორმაცია და არ ვეცადე რომ თავი ამერიდებინა და არ მეთქვა, მაგრამ აი ეხლა ეს არკანები რაც დაალაგდა, მაიძულებენ რომ მაინც გავაჟღერო ჰაერისტიკის წარმომადგენლებისთვის. ალბათ რა იმედი მაქვს რომ ყველასთვის არა, მაგრამ ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილება ოჯახიდან წამოსვლასთან დაკავშირებით. ეს იქნება გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ეს არის ბოლო წვეთი, როდესაც უნდა დაასრულოთ, რაც დასასრულებელია და დადგა დრო თქვენ მოძებნოთ თქვენი გზა. ასევე შესაძლებელია ჰაერისტიკის წარმომადგენლებისთვის აქ იყოს სამკუთხედის ენერგია, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ არაუშავს და უშუალოდ პარალელურ ურთიერთობებში თუ იქნება ვინმესთან და ამას ვერავინ ვერ გაიგებს, მაგრამ არამც და არამც, ჩემო ძვირფასებო, ასეთ გახლართულ ენერგიაში თავს ნუშეყობთ, იმიტომ რომ გაგიჭირდებათ ამ ყველაფრის დამალვა, დაფარვა, გამოაშკარავდება და ეს ნამდვილად არ იქნება თქვენთვის სასარგებლო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას არ ეხება ეს ენერგია. ამიტომ რჩევის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გათავისუფლდით მიჯაჭვულობებისგან, თუ თვლით, რომ მიჯაჭვულობები თქვენ გაფერხებთ, ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში თქვენ სივრცეში არ შემოიყვანოთ რამე ისეთი, რაც თვლით არ მორალურად მიგაჩნიათ, რომ არასწორია, იმიტომ რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ეს შესაძლოა გახდეს თქვენი მნიშვნელოვანი დაბრკოლება. ნახოთ ახლა რჩევის სახით ჰაერისტიკიასთან მიმართებაში. რჩევა არაჩვეულებრივია, ხმლების ტურზე, ჩემო ძვირფასებო, რჩევის სახით შეგვიძლია ვთქვათ, წეღა როგორც გითხარით, გაქვთ არაჩვეულებრივი მანიფესტაციის უნარი, არაჩვეულებრივი ინტუიცია, აქ ჰაერისტიკის წარმომადგენლებზე ვსაუბრობ და საოცარ წყალობა გაქვთ, ესეც შემიძლია გითხრათ. ეშმაკის არკანი ზოგადად ეშმაკი, როგორც ანგელოზი იყო, უფლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანგელოზი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ანგელოზმა რატომღაც ჩათვალა, რომ ძლიერი იყო უფალზე და შეეძლო საკუთარი თავის მართვა და შეეძლო ისე მოქცევა, როგორც თვლი და საჭიროდ, ის ფაქტობრივად გაირიყა აი ამ წყალობიდან და დაეპატრონა ქვესკნელს, ხო? რა შეგვიძლია ამ ყველაფრით ანალიზის საფუძველზე დასკვნა გავაკეთოთ. პირველ რიგში ის, რომ თქვენ გაქვთ ის ძალიან დიდი უნარი, რაც გააძლევთ საკუთარი სივრცის, საკუთარი რეალობის შექმნის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ სამყაროში თქვენ გარდა არსებობენ სხვა ადამიანებიც, ნუ გექნებათ განსაკუთრებული ეგოიზმი, რომ ვიმსახურებ, მინდა მეკუთვნის აი ესეთი პოზიციით ნუ წარდგებით სამყაროს წინაშე. პირიქით იყავით უფრო თავმდაბლები, უფრო მადლიერები და უფრო მეტი წყალობა ეცადეთ, რომ გასცეთ გარშემო მყოფებზე და ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ დასრულდება. ზედმეტი ამპარტავნება ჰაერისტიკის წარმომადგენლებისთვის 2025 წელს იქნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც უკაცრავად
ბოდიში, რაც მხედველობის მიღმა არ უნდა დაგრჩეთ და უნდა აკონტროლოთ, ეცადოთ რომ აკონტროლოთ ამ პარტავნება, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად თქვენს შემთხვევაში გაუაზრებლად შესაძლოა იმძლავროს. აი ასეთი იყო ჰაერისტიქიის წარმომადგენლებისთვის 2025 წლის ძირითადი ასპექტები და პროგნოზი. ახლა კი გადავიდეთ ცეცხლის ნიშნებზე და ვნახოთ როგორია ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის 2025 წლის მთავარი ტენდენცია და არკანი სამართლიანობა. ჩემო ძვირფასებო, ძალიან სულ ვამბობ აი ამ მთელი გაშლის განმავლობაში რამდენი წუთია ვსაუბრობ უკვე თქვენთან და ვამბობ რომ 2025 წელი არის ცხრიანის ენერგია, არის კარმული წელი, კარმული დასასრული, ბოლო კვანძი და ასე შემდეგ. რაც თქვენს შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად რეალიზდება, ითარგმნება და ხდება აქტუალური 2025 წელს. არკანის სამართლიანობა, ჩემო ძვირფასებო, აქ თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ 2025 წელს ყველა ის სიტუაცია, რაც გაფერხებდათ, რაც გაღელვებდათ, კი არა და უფრო ვიტყოდი, რომ ნერვებს გიშლიდათ, ანუ ეს არის ცოტა უფრო აგრესიული ენერგია. 2025 წელს თქვენ შეძლებთ მოიკრიბოთ საკმარისი სიბრძნე, საკმარისი გამბედაობა, საკმარისი თავდაჯერება იმისათვის, რომ რაც დასასრულებელია, ის საკითხები ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრათ და დაასრულოთ. ამავე დროს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ აღადგინოთ ერთგვარად ბალანსი და სამართლიანობა, რაც თქვენს სივრცეში თვლით, რომ აქამდე იყო დარღვეული. და ამისათვის გექნებათ საკმარისი ძალა, ენერგია, რესურსი და როგორ გითხრათ, იმპულსი, ანუ ხასანით გამბედაობაც გექნებათ. ვნახოთ კიდევ რა ხდება თქვენს სივრცეში 2025 წელს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებო. ვნახოთ ორიანის კვერთხები, თასების დედოფალი და ხმლების რაინდი. ცოტა მეტად, ჩემო ძვირფასებო, აქ იქნება სიტუაცია, როდესაც რაღაცა კარების გაღება მოგიწევთ ძალით. ან უფრო მეტი დაფიქრებით და გონიერებით და მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება უფრო სწორი არჩევანი. რატო ვამბობ? ნახეთ, თქვენი წამყვანი ენერგია აქ არის სამართლიანობა და შესაძლოა ზოგიერთი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ჩემი მსმენელებიდან ძალიან დიდი ხანია ცდილობს აღადგინოს ეს სამართლიანობა, დიდი ხანია უცდით ამ მომენტს და როდესაც იგრძნობთ, რომ ეს მომენტი დადგა, შესაძლოა იმძლავროს თქვენში გადაჭარბებულმა სურვილმა იმისა, რომ აი მიხვიდეთ და ყველაფერი ისე თქვათ, როგორც აი მართლა გინდათ, რომ თქვათ, ან ისე ატკინოთ, როგორც თქვენ გატკინეს. ყოველ შემთხვევაში აი სამაგიეროს გადახდის მომენტი თქვენში შეიძლება რომ წამოვიდეს და რაღაცნაირად იმძლავროს ამ ეგოიზმმა. აი ამ შემთხვევაში, რასაც მე ვხედავ აქ სამყარო გაფრთხილებთ, რომ ეცადოთ, რომ იყოთ უფრო მეტად შეუმჩნევლები, უფრო მეტად რბილები, რა თვალსაზრისით. მე არ ვამბობ, რომ რაღაც გახდეთ უჩინარი და ესე გაუჩინარდეთ, მაგრამ ეცადეთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ სუბუქად, რაც არ უნდა ფიქრობდეთ, რომ იმსახურებს ადამიანი ან ის ადამიანთა წრე, თქვენს აი ესეთ მკაცრ მოპყრობას, ან მკაცრ სიმართლეს, ან სიმართლის თუნდაც ესე პირში მიხლას. აი ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ რთულია, თქვენ გაგიჭირდებათ ემოციურად პირველ რიგში. ვნახოთ რჩევა ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, ცხრიანების ხმლები, აი ხო გეუბნებით, ეს არის კულმინაციური მომენტი, რასაც თქვენ ძალიან დიდი ხანია ელოდით, აი ზიხართ და ელოდებით, რჩევის სახით სამყარო გვაძლევს აქ სწორედ ისეთ დამოკიდებულებას, რაც მე წეგან თქვენთვის უკვე გავაჟღერე, რომ არ გადაწყვიტოთ რაღაცა ძალით. აი ზედმეტი ძალის ხმევა, ზედმეტი თუნდაც
აგრესია, ან ზედმეტი ენთუზიაზმი, ან ზედმეტი მონდომება, ან ზედმეტი რაღაცა ცეცხლი ფლირტი, ეს რაღაცები, ეს ბევრი რაღაცა ეცადეთ რომ არ შემოიტანოთ თქვენ სივრცეში იმდენად, რამდენადაც ეს მერე შესაძლოა გახდეს თქვენთვის დამანგრეველი და დამაზიანებელი, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ ადამიანი ცეცხლის სტიქის წარმომადგენლები, ვინც ახლა მე მიყურებენ აქ, ყოველ შემთხვევაში იმათ მაინც ვამბობ, რომ თქვენ რეალურად გულში ხართ, აი ნახეთ როგორი არკანია აქ. თქვენ რეალურად გულში ხართ ძალიან მოწყალე პიროვნება. აი ძალიან მოწყალე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია და იცის რა არის ჭეშმარიტი სიყვარული. უბრალოდ თქვენ აქ იმდენად გატკინეს წასული პერიოდების განმავლობაში, რომ შესაძლოა, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ სურვილმა რომ დასაჯოთ საკადრისად მეორე ადამიანი იმძლავროს, მაგრამ ეს არ ქნათ. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ვერ იგრძნობთ თავს ბედნიერად დაკმაყოფილად ცეცხლის სტიქის წარმომადგენლები. აი ასეთი პროგნოზი იყო ჩემო ძვირფასებო 2025 წელზე თითოეული სტიქიისათვის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ძირითად წამყვან სტიქიას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ასევე მოусმინეთ თქვენს ასცენდენტს, იმიტომ რომ იქიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღების შესაძლებლობა გექნებათ, მე ასე ვგონებ ყოველ შემთხვევაში. მინდა გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი, ბედნიერი შობა, ვინც ქრისტიანულ ეგრეგორში ბრძანდებით, სითბო, სიყვარული, სიკეთე და ყველაფერი, ხვავი, ბარაქა და წარმატება მინდა გისურვოთ ჩემო ძვირფასებო, მინდა გისურვოთ საკუთარი თავის პოვნა და ისეთი გონიერება, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ აი ამ კარმულ პერიოდში, აი ამ კარმულ ასპექტებში, 8-ისა და 9-ის წელიწადში შეძლოთ და გაიუმჯობესოთ, გაიკეთილშობილოთ თქვენი მომავალი 9 წლის კარმა. თქვენთან ვიყავი მე და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენც იყავით ჩემთან. გემშვიდობებით და დროებით.